რა კითხვები გვაქვს გარეტეხის ასაკში და ვის შეიძლება მიმართოთ სანდო ინფორმაციის მიცემად. რატო ვერ ყავთ ჩემი ხასიათი ამ ბოლო დროს? რა კავშირი აქვს ამას ჰორმონებთან? ან სხეულის ცვლილებებთან? როგორ მივხვდა რომ მზად ვარ ურთიერთობებისთვის? საიდან მივიღო ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე? ამ თემების უკეთ შესაძლებლად ყველაზე სანდო მშობელია. მისი მოვალეობა შვილს შეუქმნეს სანდო და უსაფრთხო გარემო. ბავშვს უნდა შეეძლოს გახსნილად საუბარი ისე, რომ იცოდეს, რომ მას არ განსჯიან, რადგან ეს მას თავდაჯერებულობას მატებს. მშობელთან სქესობრივ თემებზე საუბარი ბევრისთვის რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია შეირჩეს სწორი დრო და ადგილი. მნიშვნელოვანია რომ იყო გულწრფელი და აუხსნა რომ ეს ინფორმაცია შენთვის მნიშვნელოვანია. მათ ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ, ისინი გაიგებენ და მათზე უკეთესად ინფორმაციას ვერავინ მოგაწვდის. თუ ბავშვი სათანადო ინფორმაციას ვერ იღებს სკოლიდან, ის იძულებული ხდება მიმართოს ინტერნეტს ან მეგობრებს, თუმცა მშობლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის ყველაზე სარგებლოა. შედეგად კი გვაქვს რომ მშობლის აქტიური ჩართულობა სექსუალური განათლების თემაზე არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ აძლიერებს ოჯახის შიდა ურთიერთობებს და ხელს უშლის არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გაბედე და ესაუბრე მშობელს.